თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს 65 წლის მარინა რამაზაშვილსა და 75 წლის ალექსანდრე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მიმართა. გამოძიება ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულების ხდომას არ ესწრებოდნენ ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ ისინი მართლმსაჯულებას არ ემალებიან, უბრალოდ არ მიეცათ გონივრული ვადა სასამართლოში გამოცხადებისთვის. ადვოკატის თქმით, არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ ბაჩიაშვილის მამამან დედამ ჩაიდინა რაიმე დანაშაული მით უფრო დახმარება ფულის გათეთრებაში არ არსებობს. ბაჩიაშვილის მშობლების კიდევ ერთი ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ საქმე, რომელიც ბრალდებამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ აღძრა, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. გუშინ საღამოს დაურეკეს და უთხრეს, რომ დღეს გამოცხადებულიყო პროკურატურაში, რაზეც პასუხი გაგვცა, რომ იმყოფებოდა ამერიკაშიო. ცხადია, ეხლა ლოგიკურად საქართველოში სხვა ქალაქში რომ იმყოფებოდა ადამიანი, შეიძლება მომდევნო დღის დილის 9 საათზე ვერ გამოცხადდეს და ეხლა ამერიკიდან თუ ადამიანი გუში საღამოს შეატყობინეს და დღეს დილის 9-ზე ვერ იქნებოდა საქართველოში, ამას ხო ახსნა გააჩნია. არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ მამამისმა ან დედამისმა ჩაიდინა რაიმე ტიპის დანაშაული, მით უფრო დახმარება ფულის გათეთრებაში მსგავსი ნამდვილად არ არსებობს. ბრალდების მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ხდებოდა თანხის გადმორიცხვა და მე შეგახსენებთ, რომ აქ საუბარი არის რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდზე, მათ შორის მაშინ, როდესაც გიორგი საკმაოდ მაღალი პოზიცია ეჭირა, იყო თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, ჰქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი და იმავდროულად ჰქონდა საკუთარი ბიზნესები. შესაბამისად, თეორიული დაშვებაც კი, რომ გავაკეთოთ, რომ გიორგი შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ვერანაირად ეჭვი ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას, რომ საჩუქრად მიღებული ეს იყო უძრავი ქონება თუ ავტომანქანა, შესაძლებელია ყოფილიყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შედეგი და ისინი უნებლიეთ აღმოჩენილიყვნენ დამხმარე. არც ერთი მოწმე არ ყავს ბრალდების მხარეს, მეტიც მტკიცებულებები, რომლებზეც არის საუბარი, 19 ტომისგან 15 ტომი არის გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები, დანარჩენი არის უბრალოდ ტრანზაქციები, რომლებიც უკავშირდება იმ ქონებებს, რომელთა დაკავშირებითაც რეალურად არის დავა. პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა, თუ მას რაიმე შეკითხვა გააჩნდა ამ ქონებებთან დაკავშირებით და მათ შორის ბაჩიაშვილის მშობლების აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ანუ დახმარებასთან დაკავშირებით, იმაზე, რომ შესაბამისი სამართლებრივი ფორმა, სახე მისცემოდა ამ ქონებას, ეს შეკითხვები დაესვა. მათ შორის იმ პერიოდის განმავლობაში 2025 წლის მარტამდე ეს ხალხი თბილისში იმყოფებოდა და იმის შემდეგაც პროკურატურას ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გამოკითხვისთვის ეთხოვა დისტანცია. პროკურორი მიხეილ სადრაძე ამტკიცებს, რომ მშობლები გიორგი ბაჩიაშვილს ფულის გათეთრებაში 2017-2023 წლებში ეხმარებოდნენ. პროკურორის თქმით, მარინა რამაზაშვილმა დაახლოებით 2,5 მილიონი უკანონოდ მოპოვებული ლარის ლეგალიზაცია მოახდინა, ხოლო ალექსანდრე ბაჩიაშვილმა დაახლოებით 1,5 მილიონის. სადრაძის თქმით, ბრალდებულებმა ეს უძრავი ქონების შეძენით, ასევე ფულის გათეთრების სხვადასხვა მეთოდებით მოახერხეს. ბრალდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეპარდათ პატიმრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიერ დანაშაულის ჩადენა და ასევე მართლმსაჯულების განხორციელებაში უარყოფითი მონაწილეობა შესაბამისი სტანდარტით არსებობს დადასტურებულად. რაც შეეხება მტკიცებულებებს და წარდგენილი ბრალდების არსს, ეს გულისხმობს ფულის გათეთრებაში დახმარებას. ამ მიმართულებით მტკიცებულებები უმეტესობა ბუნებრივია დოკუმენტური ხასიათის არის, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს შესაბამისი ტრანზაქციები, შესაბამისი დანიშნულებები, ხელშეკრულებები და ამ შემდგომ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება როგორც ბრალდებულებს, ასევე ბუნებრივია მათი ქმედების შინაარსს. მოგეხსენებათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მშრალდებული არის 8986 ერთეული ბიტკოინის მითვისებაში და შემდგომ ამის ლეგალიზებაში. ამ ეტაპზე დადგენილი შესაბამისი მტკიცებულების სტანდარტით დასტურდება, რომ ჯამურად ორივე ბრალდებულმა დაახლოებით უხეში რიცხვები რო გითხრათ, 4 მილიონი ამერიკული დოლარის და მილიონზე მეტი ლარის ფულის გათეთრებაში დახმარებაში მიიღეს მონაწილეობა. დახმარება განხორციელდა 7 ერთეულ უძრავ ქონებას მიმართებაში, ასევე მოძრავ ქონებაში ავტომობილებთან დაკავშირებით და ასევე ფულადი თანხის მოძრაობასთან დაკავშირებით. პროკურატურა მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა. მანამდე უწყებამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშები და სხვა აქტივები დააყადაღა. პროკურატურაში ამბობენ, რომ ეს ის ქონება, რომელიც ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის და შემდგომ პერიოდშია შეძენილი. ყადაღა გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ საქმეზე დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბაჩიაშვილი დამნაშავედაა ცნობილი და
ამას 11 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია, თავად გიორგი ბაჩიაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეში ბიძინა ივანიშვილი ინვესტორი არ ყოფილა და მისთვის კუთვნილი ბიტკოინები არ მოუპარავს. ბაჩიაშვილის თქმით, ეს ბანკის სესხი იყო და სასესხო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხა და პროცენტი ბანკს უკან დაუბრუნა. გიორგი ბაჩიაშვილი, როგორც მისი მშობლების, ისე პირადად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირებს.